თამარ პატარაია არის დღეს ჩვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა. თამარი არის სამოქალაქო საბჭოს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მის თანადამფუძნებელი და გარდა ამისა ფიზიკოსი. და დღეს ვსაუბრობთ ისეთ თემაზე ცხადია, როგორიც არის ირანის ბირთვული არსენალი, თუ ბირთვული შესაძლებლობები, ყოველ შემთხვევაში მის ისტორიაზე ვისაუბრებთ. არ ვცდილობთ, რომ ვინმე პანიკაში ჩავაგდოთ ან რაიმე საპანიკო ინფორმაცია მივაწოდოთ, უბრალოდ თუ კი გვაქვს რაღაცა წინსწრებით არსებული ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ამას გაგიზიარებთ და ცხადია შესაძლებლობის ფარგლებში და გარკვეულ დაშვებებსაც გავაკეთებთ, თუ კი მოხდა გაჟონვა, რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და აი დღევანდელი უახლესი ცნობები შენ გაგვიზიარე თამარ თუ შეიძლება. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის და შევეცდები რომ საინტერესო საუბარი გქონდეს. Ну, რა ვიცით ახლა ჩვენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანი ერთ-ერთი ჩვენი დიდი ამ რეგიონში დიდი მეზობელი ქვეყანაა და ყველაზე დიდი ყურადღება რაც ამ ბოლო 10 წლეულებში რითიც მიიპყრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ეს იყო მისი ცნობილი სამხედრო ბირთვული პროგრამა, რომელიც დაახლოებით 2003 წლიდან გახდა ცნობილი და დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. როგორც ვიცით, ბირთვული გავრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ 68 წელს და 70 წლიდან ძალაშია ეს ხელშეკრულება, რომ ირანი აღიარებს როგორც აღიარებულია როგორც არაბირთვული ქვეყანა და მან უარი თქვა ბირთვული სამხედრო პროგრამის განვითარებაზე, თუმცა ეს 2003 წლიდან როგორც საერთაშორისო ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით გახდა ცნობილი, მან დაიწყო ურანის გამდიდრება, რომ დასაშვებ პროცენტულ შემადგენლობაზე ზემოთ, რაც პრინციპში საერთაშორისო ნორმებით არ არის დაშვებული და რის შედეგად მას გაურთულდა ურთიერთობები, კიდევ უფრო გაურთულდა ურთიერთობები სხვა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, ბირთვულ სახელმწიფოებთან და ასევე არაბირთვულ მეზობელ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა. რთულია ახლა წარმოედგინეთ ირანი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ბირთვული ქვეყანა გახდეს. ეს არ არის მარტო მისი არჩევანი, ცხადია ირანის ხელისუფლების, თეოკრატიული ხელისუფლების ინტერესია, რომ რაც შეიძლება ძლევამოსილი და ხელშეუხებელი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო იყოს და ცდილობს ეს რაღაცა გარანტიები შეიქმნას, რომ არავინ დაემუქროს ირანის ტერიტორიულ ერთიანობას და ასევე თქვა სამხედრო საფრთხე არ იგრძნოს სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ბირთვული იარაღის შექმნის თემა ცნაირად არ არის სხვა ბევრი ქვეყნების მხრიდან საფრთხეთ არის ახმული, განსაკუთრებით ისრაელის მხრიდან, რომელიც რაღაცა უკიდურესად დაზაბული ურთიერთობები აქვს. ცხადია ეს ერთის მხრივ ისრაელის როგორც ისრაელსაც აქვს, როგორც ვიცით, ბირთვული იარაღი, თუმცა ეს დაფარულია, არ არის აღიარებული მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი. და ამის საპირწონედ ირანი აცხადებს, ასევე აქვს შეფარული ინტერესი, რომ ბირთვული იარაღი შექმნას და რაღაცნაირად რამდენად წინ წავიდა ირანი სამხედრო ბირთვული პროგრამით? ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამა დაიწყო განსაკუთრებით განვითარდა პრეზიდენტ აჰმედინეჯადის შემდეგ, რომელიც 2006 წელს მოვიდა ნეჯადის პერიოდში? აჰმედინეჯადის პერიოდში 2003 წელს გახდა ცნობილი ირანის პროგრამის შესახებ და 2006-7 წლებიდან უკვე რაღაცა საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში რეაგირება ხდებოდა და 2009 წლის სანქციებიც დაუწესდა ირანს ამ
ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, განსაკუთრებით ეს სანქციები შეეხო ირანის მხრიდან ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვას, ფინანსური სანქციებიც იყო ჩამონათვალში და შესაბამისად ამან ისედაც შეაფერხა ირანის სამხედრო პროგრამის განვითარება, ბირთვული პროგრამის განვითარება, როგორც ეთყობა. და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა და დაძაბულობისა საერთაშორისო არენაზე ირანი უწყვეტად აგრძელებდა ამ სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებას და განსაკუთრებით აი 2015 წლის ერთიანი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის მერე, რომელიც 6 სახელმწიფოს, მათ შორის 5 ბირთვულ სახელმწიფოს და გერმანიას და ირანს შორის მოხდა. ეს იყო ერთგვარი შეთანხმება იმაზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა კიდევ აღარ გააგრძელდებოდა და კიდევ აღარ განვითარდებოდა. ანუ რაღაცა შეზღუდეს ირანის შემდგომი განვითარება ბირთვული სამხედრო პროგრამის ფარგლებში და ირანი დათანხმდა დროებით შეეჩერებინა ურანის გამდიდრება და პრინციპულად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმასთან შედარებით, რომ წარმოვიდგინოთ, რაც შეიძლება მომხდარიყო. ანუ სულ რამდენიმე წელიწადში უკვე ველოდებოდნენ, რომ ირანი შეიძლება ბირთვული ქვეყანა გამხდარიყო. ამას მოყვა ის, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ეს სამოქმედო გეგმიდან გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები და პრაქტიკულად ირანმაც მოიხსნა ვალდებული მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობდნენ საფრანგეთი და ბრიტანეთი მის დაბრუნებას ამ სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით მაინც ვერ მოხდა მისი შეჩერება და შემდგომში მისი სამხედრო პროგრამის განვითარება გაგრძელდა. რამდენად მიაღწია მიზანს? დღეს არ შეიძლება არა აქვს თვითონ ბირთვული ბომბი როგორც ასეთი, მაგრამ რამდენ პროცენტს მიაღწია, რამდენ კილოს მიაღწია? ხო, დღეისთვის საერთაშორისო ნორმებით 3-დან 5%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება, ასე ვთქვათ, დაშვებულია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც მშვიდობიანი მიზნით აპირებს მის გამოყენებას ენერგეტიკის სფეროში. და სწორედ ამ მიზნით დაიწყო ირანმაც ურანის გამდიდრება და რაც მთავარია ეს ირანს ამის შესაძლებლობა იმანაც მისცა, რომ მის ტერიტორიაზე ურანის მოპოვება ხდება და მას შეუძლია საკუთარი ურანის მოპოვება, ასე რომ ამ ხრივ არ იყო საერთაშორისო სხვა მოთამაშეებზე დამოკიდებული. და მას შემდეგ რაც რუსეთი დაეხმარა მას ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში 90-იანი წლებიდან დაწყებული 3 ატომური ბირთვული რეაქტორის აშენება იყო გეგმაში, უფრო სწორედ ერთი უკვე დიდი ხანია მოქმედებს და ბოლო ორი რეაქტორი უნდა შევიდეს ძალაში. ხო. ანუ ამოქმედეს და ახლა თამარ, აი ამ დარტყმების შემდეგ, ავიადარტყმების შემდეგ, როდესაც ფორდოშიც დაზიანდა უკვე ის ძალიან მიწის სიღრმეში მდებარე ობიექტი და ასე შემდეგ, ყველა საუბრობს რაღაც ალბათობაზე. უბრალოდ ნახევარი საუბრობს გაჟონვის ალბათობაზე, ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ირანელებმა მოასწრეს იქიდან გატანა. რამდენად რეალური არის ჯერ ერთი აი ამ რაოდენობის, თორსტები 400 კილოზე არის ხო საუბარი, რამდენად რეალური არის აი ამ 400 კილო გამდიდრებული ურანის გატანა, ერთი და მეორე უნდა გადავიდეთ მე შემდეგ უკვე იმ თემაზე, რომ თუ გატანილი არ არის, რამდენად არსებობს გაჟონვის საფრთხე. ამ ეტაპზე გაჟონვის საფრთხე არ არის, ჩვენ საერთაშორისო მედიაც და ატომური ენერგეტიკის სააგენტოც ამას ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერი არ შეინიშნება, მაგრამ ჩვენ ალბათობაზეც უნდა ვისაუბროთ. ყველაზე საფრთხის შემცველი, როგორც საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი
რაფაელ მარიანო როსი ამბობს, ეს არის ფორდოს ობიექტი, რომელიც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას მოიცავს და რომელიც უამრავ ცენტრიფუგებისგან, ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგებისგან შედგება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ინფრასტრუქტურა, რაც ირანმა შექმნა და ყველაზე დაცული. და საუბარია იმაზე, რომ ყველა გადამოწმებული წყაროებით, ყველა წყარო იმაზე მიუთითებს, რომ სადღაც 400 კილოგრამამდე, 60%-მდე გამდიდრებული ურანი აქვთ. და სულ რამოდენიმე თვე აშორებს ირანს იმასთან, 2 თვეში შეუძლია უკვე 90%-მდე იმდენი გამდიდრებული ურანი დააგროვოს, რომ 9 ასაფეთქებელი მოწყობილობა შექმნას. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობაზეა საუბარი და ამიტომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონის ქვეყნებისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, ირანმა თუ შექმნა ბირთვული იარაღი, მის მეზობელ საუდის არაბეთის ქვეყნებს, აქეთ ეგვიპტეს, სხვა მის მეზობელ სახელმწიფოებსაც შეეცვლება უსაფრთხოების გარემო და მათაც შეიძლება სერიოზულად იფიქრონ მათი მთლიანად ამ სამხედრო შესაძლებლობების გადახედვაზე და გადასინჯვაზე, რაც ასევე გასათვალისწინებელია. ცხადია, თურქეთზეც არის ამის შესახებ, შეიძლება თურქეთმაც თავის მხრივ რაღაცა მოიფიქროს და გადაწყვიტოს, რომ დროა, რომ თუ ირანი გახდა ბირთვული სახელმწიფო, მასაც შეუძლია ამაზე ფიქრი და ზრუნვა. ამიტომ იყო ძალიან საფრთხილო იმის დაშვება, რომ ირანი გამხდარიყო ბირთვული იარაღის ბირთვული ქვეყანა. შესაბამისად, ესეთი რეაგირება მოხდა. ცხადია, ეს ძალიან მძიმე შედეგები აქვს ამას ყველაფერს, იმიტომ რომ სამიზნე გახდა უამრავი რაკეტის და აფეთქებების უამრავი მსხვერპლი მოყვა ოპერაციის დაწყებას, რაც 13 ივნისიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეტყობა, ყველა ბირთვული ობიექტი, რომელიც არის თქვა ნატანზში, ისპაჰანში, ბუშერიც დაზიანდა, თუმცა აი ამ შაბათის 2 დღის წინ განხორციელებული შეტევამდე ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო აცხადებდა, რომ არანაირი რადიოაქტიული გაჟონვა და დაბინძურება არ არის ასეთი სამხედრო ჩარევის შედეგად. იყო შემთხვევები, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოხდა ასეთ ბირთვულ ობიექტზე, რაც ძალიან საფრთხილოა ზოგადად, იმიტომ რომ ასეთი ელექტროენერგიის შეწყვეტას რაღაცაში უქცევადი და გამოუსწორებელი პროცესების დაწყება შეუძლია. და ამიტომ მთელი ყურადღება იმისკენ იყო მიმართული, რომ აი რაღაცნაირი ეს ბირთვული რეაქციები და უკონტროლო პროცესები არ დაწყებულიყო ამ ობიექტებზე, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეეხო მხოლოდ ცენტრიფუგების ლაბორატორიას, თუ ცენტრიფუგების მოქმედების არეალს და დიდი დაბინძურება არ გამოუწვევიაო, ანუ ფართომასშტაბიანი არა, იმიტომ რომ უბრალოდ ურანის გაზის გაჟონვა მოხდა და შესაბამისად ქიმიური და რაღაც ადგილობრივი მასშტაბით რადიოლოგიური დაბინძურება მოხდა ამ ნატანზის მახლობლად. სხვა ლაბორატორიებიც კვლევითი რეაქტორებია ისპაჰანში, ცალკე აქვს თვითონ ამ ცენტრიფუგების წარმოების ობიექტი, რომელიც ასევე დაზიანდა და სამიზნედ იყო ამოღებული. და ეს ინფრასტრუქტურა მთელი ამ 20 წლის მანძილზე შეიქმნა და ეხლა როგორც თვალს ვადებნებთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა და ცოდნა და განათლება იყო ჩადებული ამაში, იმიტომაც ამბობენ, რომ ბირთვული ქვეყანას ძალიან ბირთვული იარაღის შექმნა თვითონ ძალიან ძვირადღირებული პროგრამაა. ამიტომ
ყველა ქვეყანა ცხადია ვერ შეძლებს და ამისი რესურსი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს შიდა რესურსი, იმიტომ რომ არც ერთ სხვა გარე მოთამაშეს გარე აქტორს არ აქვს, ანუ სხვა სახელმწიფოს არ აქვს იმის ინტერესი, რომ შენ დაგეხმაროს ამ ბირთვული ქვეყნის ბირთვული იარაღის შექმნაში. არავინ არ დაგეხმარება, ყველა შენ წინააღმდეგა და ეს უნდა შექმნა საიდუმლოდ თან იწის ქვეშ. ცდილობდა სხვებისგან დამოუკიდებლად. ირანმაც ეს რუსული რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა და ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თემა გამოიყენა, რომ თავის პროფესიული კადრები მოამზადა, საინჟინრო პერსონალი მოამზადა და შესაბამისად თავისი ინტერესების სამსახურში ჩააყენა ეს პროგრამა, ეს შემდეგ ეს განათლებული პროფესიული კადრები. სხვათა ეს ჩრდილოეთ კორეასაც რაღაცა მსგავსი ისტორია აქვს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნას, იმიტომ რომ იმანაც მშვიდობიანი ატომური ბირთვული ელექტროსადგურის შექმნიდან მერე გადაწყვიტა, რომ ბირთვული სამხედრო პროგრამა შეექმნა და აი ესე დამოუკიდებლად რაღაცნაირად თვითონაც თუმცა მან რაღაცა უფრო დამოუკიდებლად შეძლო ამის გაკეთება, იმიტომ რომ თვითონ ამ რეაქტორის ბაზაზე მოახდინა ურანის გამდიდრება და პლუტონის დაგროვება, რაც თვითონ ამ რეაქტორის საწვავთან იყო სპეციფიკასთან დაკავშირებული და ეხლა ესეთ საწვავებს აღარც აკეთებენ, იმიტომ რომ პლუტონის დაგროვება არ მოხდეს. ეხლა ნებისმიერ სახელმწიფო, რომელიც მუშაობს ბირთვულ ელექტროსადგურებზე, მათი საწვავები აუცილებლად არასოდეს არ დააგროვებს პლუტონს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებ გამდიდრებულ 3%-იან გამდიდრებულ ურანზე მუშაობს და ის არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ ის გამოყენება შეიძლება მოხდეს სამხედრო პროგრამაში. ასე რომ ამ მხრივ დაცულია. თამარ, უნდა გკითხოთ ერთიც ალბათობა ან შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ან საქართველოს მსგავს პატარა სახელმწიფომ იმ შემთხვევაში თუ კი ირანში მოხდა მაინც გაჟონვა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. მეც მჯერა ამისი რომ არ იქნება, მაგრამ მაინც. ნუ ეს წინა დღეებიც იმას მიანიშნებს, რომ რაღაცა ის მხარეები ცდილობენ, რომ ისეთი დაზიანებები თუ ისრაელი ცდილობს ისეთი დაზიანება არ მიაყენოს, რომ დიდი რადიოაქტიული დაბინძურება გამოიწვიოს, მაგრამ ომის პრობლემაც ეგ არის და როგორც კი სამხედრო მოქმედება იწყება, არავინ იცის, როგორ განვითარდება, ხო, ესეთი რაღაცა წინასწარ გაუთვლელი და არაკანონზომიერები ფაქტორები იჩენენ ხოლმე თავს, რომელსაც ომის ბურუს თუ ომის პრობლემებს ეძახიან ფაქტორებს. ამიტომ არ ვიცით, შემთხვევით ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შემთხვევით შეიძლება ისეთი ობიექტი დაზიანდეს, რომელმაც გამოიწვიოს დიდი რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ? მე მგონი საერთაშორისო ქსელები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთოდ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ თემის გარშემო ისე არის მობილიზებული, ისე დონეზე აქვს ეს მონიტორინგის სისტემა, ალბათ მთელი ყურადღება ამ რეგიონზეა გადატანილი, რომ მე მგონი მყისიერად გახდება ცნობილი თუ რამე მსგავსი დაზიანება მოხდა, ეს არ დაიმალება. უამრავი თვალი და ყური უსმენს და უყურებს ირანში რა ხდება და მყისიერად ჩვენც გვეცოდინება მაშინვე თუ მსგავსი რამე დაბინძურება მოხდა. ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი იქნება რამდენად ხვდება ამ დაბინძურების არეალში საქართველო. და ეს შეიძლება ჰაერის ნაკადებით, ანუ პრინციპში ეს რადიაციული ღრუბელმა უნდა მოაღწიოს საქართველომდე, რომ საქართველოს ტერიტორიას დაბინძურებას საფრთხე გაჩნდეს. და ეს ღრუბლის
სისწრაფე, რა სისწრაფითაც იმოძრავებს ზღურბელი ამინდზე და ქარის სიჩქარეზეა დამოკიდებული. ნუ 2 დღე ალბათ საშუალოდ მოაღწევს და შემდგომ უკვე უნდა იმის მონიტორინგი მოხდეს წვიმის სახით, სად და როგორ დაილექება ეს ყველაფერი საქართველოში, რაც დააბინძურებს წყალს, რაც დააბინძურებს ხილს, ბოსტნეულს, მოსავალს, მიწას, გრძელვადიანად, რომელსაც გაწმენდა დაჭირდება და საკითხავია რას სიმძლავრით დააბინძურებს, ხო, აი რა რაოდენობით ნარჩენები თუ რადიოაქტიული ნივთიერებები დაილექება, იზოტოპები დაილექება მიწაზე. იმედია, რომ ასეთი შედეგები არ მოყვება ყველაფერს, მაგრამ ნუ ჩვენ ყველანი მზად უნდა დავხვდეთ ამას და უახლოეს მომავალში მე მგონი ყველა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ თემას ალბათ. მინდა მჯეროდეს რომ ვიღაცა ფიქრობს ნამდვილად ამ საკითხზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზეც. ძალიან დიდი მადლობა თამარ.